არ ვაპირებდი დღეს არანაირი ვლოგის გადაღებას და არაფრის ჩაწერას. ვარ წამოსული მხოლოდ ჩემი ტელეფონით და ყველაფერი ეს კადრები არის აღებული ჩემი არაპროფესიონალური, ასე ვთქვათ, ვიდეო კამერით, რაც თვითონ ტელეფონს გააჩნია. No, nobody can do it like me. Zoop house plate with the kick cuisine. I was the black top king, 360s in my green machine. I was a kid and I was breaking down doors. Listening to Tribe, now we on a world tour. We gave them hell and now we gonna give them more. JVB, mighty morphin like Megazord. რუსთავში ვართ კარტინგებზე და ჩვენი გუნდი MTG-ს გუნდი იღებს რა თქმა უნდა მონაწილეობას. აი ჩვენი დროშების აქ არის. ჩვენი ბიჭობაც ემზადება. იმედია გავიმარჯვებთ. სალა როგორ განწყობაზე ხარ? შემოგევლე. ჩვენი ბორა. ბორა. და შეფ ანდრიაც აქ არის. შეფ. როგორ ახარ? როგორ? განწყობა? შვენიერი. გასავლია. ერთ-ერთი ჩვენი წარმომადგენელი და მეორესაც გაჩვენებთ კიდე. ჯოხასაც გაჩვენებთ და აგერ კიდე კუპატა. გაჩვენებთ ჩვენს მეორე წარმომადგენელს, ჯოხას, რომლის დიდი იმედის გვაქვს რა. წესით ორივე მაგარი მძღოლები არიან და ორივეს აქვს ძალიან დიდი შანსი რა. ნახოთ რა იქნება, ნახოთ. აუდის და BMW-ს არ გამარჯვებიოთ ეს. მაგაზეთი ჯამის იმედი. 7 წამი გასარია მას. იტყუება. რა ვიტყუები სკრინი მაგ. მოკლედ კუპატა დაცინის. გუშინო 7 წამით გავასწარიო და ამის იმედი როგორ აგაგჭი მაგრამ. მე ორივეს იმედი მაქვს მაინც რა. გუშინ 3 პაგრიშკით ვიარე, ერთი გამისხდა. ძმა მომიგზავნა დამატა. სამი საბურავით ულია ძმაოდ ეხა. სამი საბურავით ეხა თუ ამა კაცმა იარა და 7 წამი ჩამორჩა ეგ არაფერი. რა თემა იყო, იცი ძმა გაომიგზავნა, დამატაკა. პაგრიშკი გამიხეთქა და მერე იძახის 7 წამით გაგასწარია. ეგეთი მაიმუნობები არ გინდათ ეხა რა. აქ იმენა სერიოზულად მოვდექით საბურავით. ბენზინი ჩამისხა და იმიტომ დავეჯახა. მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი უსაყვარლესი შეფ ანდრია ყოველთვის რა თქმა უნდა არის ჩვენთან ერთად და ჩვენს გვერდით. და ის ჩვენთან ერთად უგულშემატკივრებს ჩვენი MTG-ს წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ორნი, ხო? შემოგევლე. შეფ ანდრია, ჩემი ერთ-ერთი ვიდეოდან გახსოვთ შეფ ანდრია. ხაშლამ რო გავაკეთეთ ერთად. აუცილებლად შემდეგ მოვნიშნავ მე შენს იმას, რა ქვია, YouTube გვერდს, რომ გადმოვიდნენ და შენი, ესე იგი, YouTube გვერდი მოიწონონ და თან კიდე გამოგიწერონ, ხო? ხო. აბა რა, აუცილებლად გამოიწერეთ შეფ ანდრიას YouTube გვერდი. კუპატა. ბიჭო, რამხელა ხარ შენ? აი, მიშო, 2 ნომერ კარტინგზე არის. სალაძე ჩელენჯერი. მესამე ჯგუფი გადის და ეს არის ჩვენი გიორგი ჯოხა. ჯოხარ. აბა შენიცი. ჯოხა, ამომხედე. კუპატა ესე იგი, რომელ კარტინგზე იჯდა, ზუსტად იქ დაჯდა 2 ნომერზე ჩვენი გიოც. წარმატებები ბიჭო. დავაფიქსიროთ დროები. 15 ჩელე, 14-ის ჩელი არის, ხო? პირველი 14-ის ჩელია და 14 ჩელია, ყოჩახ ბიჭებო, ყოჩახ. შენ წონა. წონაზე არ დადის მაგაზე ვაფშე რა. ძალიან პატარა ძრავები აქვს რა და შენ წონას ნაღდად ვერ ერევა. აი აქ მარიცი просто მოსახოვებში ვისვენებ რა, ჩაურებად და ტორს ვაფშე ხარ. თავზე ჩელი. არა უშავს. პირველ მეორეზე სამაგეროდ ჩვენი ძმები არიან ჩელეები ძმა. ყოჩახ ბიჭებო. გავიდა მესამე ჯგუფი. მორჩა და ეხლა წავიდა უკვე ოფიციალური. ნიკა, ქვას გადაუარე ხო ბიჭო? ვიცი დაგინახე ძმაო. მაგან წაგართვა შენ წამები. ბა რასიზმს. მოკლედ ერთ პატარა პრობლემას
გადავაწყდით, რასაც პრინციპში ვერანაირად ვერ ავიცილებთ. და ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი წარმომადგენლები ორივე არის 110, 112, 115 კილო რა დაახლოებით აი ამ წონებში. დანარჩენი მონაწილეები ბევრად წონით ნაკლები არიან. ნუ რა თქმა უნდა, სიმძიმეებს რაღაცას დაუმატებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ სიმძიმეზე ვერ ავლენ, რა სიმძიმეც აქვს ჩვენს წარმომადგენლებს. მიუხედავად ამისა, ამ პრობლემისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ შანსები გვაქვს და დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ. დღეს არ ვაპირებდი არანაირი ვლოგის გადაღებას, მხოლოდ ჩემი ტელეფონით ვარ წამოსული, რომელიც არც ისე დიდ ხარისხში და კარგ ხარისხში იღებს ვიდეოებს, მაგრამ მაინც ისეთ სიტუაცია დამხვდა აქ, რომ არ ჩამეწერა, არ გამოდიოდა არანაირად და გადავწყვიტე, რომ მაინც რაღაც პატარა ვიდეო გამეკეთებინა და რაღაცა ვლოგის სახით, ასე ვთქვათ, რაღაც ვიდეო აგვეწყო.